ძალიან კაი კომენტარი დაიწერა და გადავწყვიტე რომ ვიდეოთი გიპასუხოთ, იმიტომ რომ ამ თემაზე საუბარი ისედაც მინდოდა. პირველ რიგში მგონი ეს საჯაროდ მადლობა თქვენთვის არ მომიხდი ასეთი კარგი სურვილებისთვის და ამდენი სიყვარულისთვის ჩემს კომენტარებში. ამ სიურპრიზ ქორწილამდე თქვენ კი გიმალავდით, მაგრამ უფრო რთული იყო ჩემი ქმრისთვის ამ ყველაფრის დამალვა. დაახლოებით 1 თვე ვიცოდით, მე მგონი რომ ლექსენი გვეყოლებოდა ქორწილში, უფრო სწორედ მე ვიცოდი. და ეს სიურპრიზი დაიგეგმა ჩემი ქმრის ახლო მეგობრების დახმარებით. Просто მათ დაგეგმეს ეს სიურპრიზი, რაშიც მეც მივიღე მონაწილეობა დიდი სიამოვნებით. ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე სიურპრიზების დამალვა. ნუ მიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ გამომდის უბრალოდ ჩემ თავთან, აი ძალიან სუდად ვგრძნობ ხოლმე თავს და ერთი სული მაქვს, როდის მოხდება ეს სიურპრიზი, ან როდის ვეტყვი. მაგრამ რა თქმა უნდა, სიურპრიზი არ უნდა გაფუჭდეს და ძლივს ვიყავებ ხოლმე თავს. ასევე არ მიყვარს, როცა მე მიკეთებენ სიურპრიზს და ვიღაც ამას მეტყვის წინასწარ, აი მძულს ეგ ფაქტი. მე მგონი არ თქმის და არ შემჩნევის ნებისყოფა, ალბათ გამოვიმუშავე მაშინ, როცა ჩემი ნიშნობის ბეჭედი ვნახე შემთხვევით და 2 თვე ხმას არ ვიღებდი ჩემ ქმართან, მაგრამ დანარჩენმა მე მგონი ყველა მიცოდა ჩემს ირგვლივ და ქალებში ყველას ვუთხარი. მაგრამ ოტოსთან ნამდვილად არ ვიმჩნევდი 2 თვე, რომ მე ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა. მაგის მერე იდეაში ლექსენის სიურპრიზის დამალვა ბევრად მარტივი იყო. ზოგადად თავიდან, როცა ქორწილის იდეებს დავიწყეთ საუბარი ერთად, გვქონდა იდეა, რომ ლექსენი მოგვიყვანა, იმიტომ რომ ლექსენი იყო ოტოს ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი რეპერი, მომღერალი და ვიფიქრეთ, რომ მისი ჰიტები ძალიან მოუხდებოდა ჩვენს ქორწილს. მაგრამ მე როცა ქორწილის დაგეგმა დავიწყეთ და რეალურად ფინანსებსაც გადავხედეთ, აღარც განგვიხილავს, რომ მოგვიყვანა შემსრულებელი ჩვენს ქორწილში. აქ უკვე გამოჩნდნენ ოტოს უახლოესი მეგობრები, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩვენ მოვიყვანთო სიურპრიზადო და აი გესმოდეს სიმღერა ჩემთან ერთადაც ასე დავგეგმეთ მოკლედ. ნუ ჭკუაზე არ ვიყავი. ერთი სული მქონდა ეს ყველაფერი როდის მოხდებოდა და ერთ შვენიერ დღეს საჭმელს ვაკეთებდი თუ ჭურჭელს როცხავდი არ მახსოვს და ქორწილამდე 1-2 კვირაა მე მგონი რა დაახლოებით. და ოტო მეკითხება: "აი, ლექსენი აღარ მოყვავს ქორწილში?" ანუ სად წავსულიყავი არ ვიცოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდი და აი იმ მომენტში ისე გამიჭირდა ვიფიქრე ყველაზე სევდიან რაღაცაზე, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის, რომ არ გამცინებოდა უბრალოდ და ვუთხარი, აუ რა დროს ლექსენია მეთქი, ისედაც ნახე რამდენი ხარჯი გვაქვს თქო რა. და ამაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია კიდე კაი. მაგრამ გულში ვხაოდი სიცილით. და სხვათა შორის, როცა ოტო სახლიდან გადიოდა ხოლმე, ან სამსახურში, ან სავარჯიშოდ, მე ჩემი პატარა მიკროფონით ჩუმად რეპეტიციობდი, რა თქმა უნდა. და ნუ სიმღერა რო დავიწყე, მაშინაც კი იეჭვა ოტომ, რომ აქ სადღაც ლექსენი გამოვა უეჭველიო და თან თურმე მათი ხმის ოპერატორი უცნია სტორებში ჩანს ხოლმე ლექსენის. და მე დავფიქრდიო, რომ ეს კაცი აგრას აკეთებს. არ ვიცი რა, რანაირად მოვახერხე ამ ყველაფრის შენახვა ჩემთვის და თან ანუ მოვდე ქვეყანას. ნახევარმა სტუმრებმა მე მგონი იცოდნენ, რომ ქორწილში ლექსენი იქნებოდა და ეგეც მაგარი რისკი იყო, იმიტომ რომ ვიღაცას ხო შეიძლებოდა წამოწდენო და არა, მაგრამ საბედნიეროდ არავის არ წამოწდა. მათ შორის არც მე. იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენთვისაც კი გამიჭირდა ამ ყველაფრის დამალვა, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ოტო.